სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი. ახლა უკვე პარლამენტის წევრი ლაშა ტალახაძე გიორგი გასვიანის რუბრიკაში დეტექტორის გარეშე. სპორტზე, პოლიტიკაზე, გულშემატკივრებზე და იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაშიც როგორც თავად ამბობს, ყოველთვის ღმერთი ეხმარებოდა. ნახოთ ლაშა ტალახაძე დეტექტორის გარეშე. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც დაგვანახა, რომ ძალა მხოლოდ კილოგრამებით არ იზომება. ლაშა ტალახაძის გამარჯვებები ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას დიდი ძალა ჰქონდეს. ოლიმპიური მედლების უკან კი დგას ერთი ჩვეულებრივი თავმდაბალი ადამიანი, რომელიც იცინის, მეგობრობს, ცხოვრობს. დღეს დეტექტორის გარეშე რუბრიკაში მეგობრულ და გულწრფელ საუბარზე დიდი ფალავანი დავთანხმდა. ხმა არის კარგი ჩვენი. 1 2 3 ჩვენი არიან. რა უბნელი ხარ ძმა? იმედი ამოიჭრება ბევრი რაღაცები და დამუშავდება. მართალია. დეტექტორის მეშვეობით ვერ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ დეტექტორის გარეშე მე მგონი უფრო თავისუფალი საუბარი გამოგვივა რა სიტყვა. კი ბატონო, მადლობა გიორგი დივალიქსიდან. მეგონი ესე ჯობია ვისაუბროთ. ასეთი დიდი კარიერის შემდეგ პირდაპირ წახვედი პოლიტიკაში იმისთვის, რომ ემსახურო ხალხს. აი მე მაინტერესებს ამ ხელმწვერვალების დამპყრობელ კაცს დღეს რა სურვილები აქვს? აი რა არის ის ახალი ამოცანა ამ მწვერვალი, რასაც გინდა რომ მიაღწიო მას შემდეგ, რაც უკვე ამდენი ოქრო მოიპოვე? ამ ეტაპზე გახვალვათ პარალელურად ძალასხმევის ფედერაციის პრეზიდენტი და ჩემი მთავარი სურვილი არის, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს ქართულ ძალასხმევებს. ყოველთვის ვიქნები სპორტში რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. ვინაიდან ნამდვილად არ შემიძლია სპორტის გარეშე ერთი დღეს რო ვიხსენებ, აღარც კი მახსოვს ის ყველაზე რთული პერიოდები, ტრანვები ახლავს ამ ყველაფერს, ბევრი დაბრკოლება არის, მაგრამ როდესაც უკან არიხევ, ყველაფერი გამოგდის ადამიანს ხოლმე. რამდენი წლის ხარ? აი ხო 31 წლის. 20, ну, ასე ვთქვათ 30 წლის ასაკში უკვე 3 ოქროს მედალი. ახალი მიზანი გაგიჩნდა. ახალი მიზანი არის პირველ რიგში ვიტყვი, რომ სულ მიტრიალებს თავში ის რომ კიდევ მინდა მომენატრა ის გამარჯვება, ის გავლილი პერიოდების გზა შეჯიბრებამდე სულ მენატრება ხოლმე, მაგრამ ჯანმრთელობა აღარ მასწავლებს იმის საშუალებას, რომ დავბრუნდე და ვიყო ამ სპორტის სახეობაში და პარალელურად ვივალიშე უბრალოდ დღეს ჩემი მთავარი სურვილი ამ ეტაპზე არის, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მინდა რომ ყველანაირი პირობა მიცეთ ჩვენს ქართულ სპორტსმენებს, რომ მომავალ ოლიმპიადაზე ყავდეს ისევე ძალოსნებს სპორტსმენი, რომელიც გაგვახარებს თითოეულ ჩვენთაგანს, ასახელებს ჩვენ საქართველოს და მოგვიტანს დიდ წარმატებას და ეს მაქვს ყველაზე დიდი სურვილი, რომ მინდა რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ყავდეს ბევრი ჩემპიონები. ისე კარგად ჟღერს პრეზიდენტობას ამბობდეს, მგონია რომ ქვეყნის პრეზიდენტი. აი ახალი ცხოვრება გააქვს დაწყებული? ახალი ცხოვრება კი მაქვს დაწყებული. პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ სახში ვარ, ხშირად ჩემთვის თავარი არის ეს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან მიჭირდა ოჯახის გარეშე, ჩემი შვილების გარეშე, მეუღლის გარეშე, იმიტომ რომ სულ მონატრება მქონდა ხოლმე რა და დღესდღეობით შემიძლია რომ საღამოთი მაინც მივიდე გვიან სახში და გავიძინო და დილით ავდგე და გავიგუძო ჩემს შვილებთან და ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად და ახალი ცხოვრება, ну, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, როგორც ძალასხმევის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე მოგეხსენებათ პარლამენტის წევრი ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მაშინასაც დღესაც ყოველთვის ზღუდავდი საკუთარ თავს, ვერიდებოდი ხალხმრავლობას, სპორტის პერიოდში მქონდა უფრო რომ რაღაც მორიდების კუთხით ვიყავი ხოლმე უფრო რომ აი ეს რაღაც ქუჩაში მოხდებოდა, თავს სიამოვნებდა, თან მერიდებოდა, რომ ადამიანები გიგლოცავენ რაღაც და სულ ეს მქონდა ხოლმე რაღაც წითლებოდი ხოლმე უფრო სახეზე და მიეჩვენა. უფრო მეტად ვარ ხალხში გამოსული, უფრო მეტი მოძრაობა გვწევს საზოგადოების წევრებთან ერთად და ეს არის ჩემი ახალი ცხოვრება, ვიცი, რთული გზა ავირჩიეთ, მაგრამ ყოველთვის როგორც აღვნიშნე საუბრის დასაწყისში დღემდე ვიტყვი რა ნებისმიერ კუთხით ჩემს სამშობლოს როცა უნდა დავჭირდე ყოველთვის
აი, პოლიტიკოსობა არ იქნებოდა შენთვის ახლა რაღაცა თქვა ამოსავალი წერტილი და ალბათ ამისკენ არაზროს არ ილტვოდი ხო ცხოვრებაში. არა, სიმართლე გითხრათ, არაზრს არ ხოდა ის, რომ მე პოლიტიკაში, ანუ არაზრს არ ვიცხოვრია იმის გამო, რომ და არ მიმიღწევია, რომ მე პოლიტიკაში უნდა მოხდო უბრალოდ. და მოდი ვთქვათ, რომ ეს შეიძლება არც გჭირდება. მაგრამ აი, რატომ გადაწყვიტე, რომ შესულიყავ ამ დინარეში? საქართველოში რთულია პოლიტიკოსობა, მოდი. კი, საქართველოში რთულია პოლიტიკოსობა, ვინაიდან რაც არ უნდა კარგი აკეთო, აი საწუხაროდ არიან ის ადამიანები, ვინც გამოხდებიან და შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიურად ზეწოლა მოახდინონ და ერთ მომენტში გაიფიქრო ისიც, რომ მაინც ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის მეც და ჩვენი მთელი გუნდი, აი რაც დრო გადის, ყოველთვის უნდა რომ ნამდვილად სწორი ნაბიჯი გადავდგი, ვინაიდან როგორც მე, ასევე თითეული ქართველი, ვისაც საქართველოს გული შეტკივა, ჭირდები ჩვენ საქართველოს ძალიან რთულ პერიოდი გავიარეთ, ძალიან რთულ პერიოდს გადის საქართველო და თვლი რომ ყველა ჭირდებით და საქართველოს ჭირდება ერთობა ისე როგორც არაზრს და აი ეს არის ზუსტად ჩემი თავარი მომზრალებელი ძალა რომ მადლობა უფასო შეუერთდი ისეთ გუნდს ვინც თანაც ხედავ საკუთარ თავს და ხედავ რომ ღირსეულად იცავს ქვეყნის ინტერესებს და ეს არის ჩემთვის თავარი და მართლაც აი როგორც აღნიშნე ყოველგვარი წუნდები იმაში რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემთვის როგორც ლაშა ტალახაძესთვის არაფრის მომტანი არ არის მაგრამ როგორც ლაშა ტალახაძე და თითოეული ადამიანი ვინც ვართ გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანი და რა თქმა უნდა ის ადამიანები ჩვენ ხარს გვიჭერს ჭირდები ჩვენ საქართველოს. რა შიშები გქონდა მანამდე, სანამ აქტიურად იყავი სპორტში? დღეს დაძლია თუ არა ეს რაღაც შიშები? ერთადერთი შიში რაც მქონდა სპორტში, სპორტის კუთხით საერთოდ არ განვიცდიდი ხოლმე, ნერვულობა არ მქონდა, უბრალოდ ერთადერთი საკუთრებული მქონდა ისო, ჩემი გულშემატკივრების იმედები არ გამეცნო. თვეობით ვერ ნახულობდი ოჯახს. აი შიშები მქონდა სულ ის, რომ აი ოჯახის წევრებთან ვერ ვარ, აი თუ რაღაც, მაგრამ მეუღლეც ძალიან გვერდზე მეტ და ერთგან არასდროს არ მიგზნია ის, რომ შვილებს მამა არ უდგას გვერდით. უბრალოდ მაინც შიში მქონდა ხოლმე რაღაც, არ ვთქვათ რომ რაღაც სასწავლო შიშები არა, უფრო ვიტყვი და ნერვოზული შემოტევები მქონდა ხოლმე, რომ სულ მონატრება მქონდა ხოლმე, აი დავით თვეში შეიძლება ერთხელ მენახე ხოლმე. პირველი შვილი რო დაიბადა ჩემი თვინახების იყო რომ ნახე და ის ესეთი მომენტები მქონდა ხოლმე და ბოლოს ლაშა ემოციური ხარ, აი თითქოს ძალიან სტაბილური ადამიანი ხარ რა, რომ საუბრობ ისე ძალიან ვითომ არაფერი, მაგრამ კი გამოხატვა თუ გაქვს ემოციის, თუ შინაგანი შეიძლება ემოცია ვერ გამოხატო და არ შემეძლოს, მაგრამ ვის ვიცობს შემატყობს იმ მომენტში და უფრო ვცდილობ ხოლმე შიგნით ჩავიკლა ხოლმე და არ შევიქო, მაგრამ ვის ვიცობს გული გიტკენინებია ადამიანისთვის? მოგისწრია ცხოვრებაში ესეთი? ალბათ კი, რა ვიცი, ხო ის გულისკენას ბევრი არაფერი არ უნდა ადამიანს ბევრი უხარია და ცოტა წყლის რო გადადა მეც ეგრე და ყველა მიზან მიმართულად თუ ის უნებლიე ნამდვილად ვერიდები ხოლმე, მაგრამ კი რა, ყველა ადამიანს აქვს, ბევრი ადამიანს შეიძლება გული მიტკენინებია, მაგრამ ფერემ ნანობ ხოლმე. აი სარწმუნოება და რელიგია რა როლს იკავებს შენს ცხოვრებაში? ყველაზე მეტად როდესაც მიჭირს ხოლმე ზუსტად აი არგუმენტებში მაძლიერებს და ჩემს გვერდით არის ხოლმე უფალი და არა მხოლოდ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადამილახავს და ყოველთვის ჩემთან იყო უფალი რა. რას ფიქრობ ხოლმე იმ ადამიანებზე, ვინც იმეტებს აბსოლუტურად უსამართლოდ რაღაცა ეპითეტებს მაგალითად შენ მიმართ? ნუ გამომდინარე რაღაცა მათი პოლიტიკური ზრახვებიდან, ხო? ანუ უნდათ რომ თქვათ რომ გააქვს ამხელა რეიტინგი, უნდათ რომ რაღაცა შეგილახონ და შავი პიარი ტალახი გესროლონ. აი ასე დროს როგორ რეაგირებს მაგალითად ლაშა ტალახაძე? ეს უბრალოდ ასუხისგებლობა აქვს პარლამენტში. სასაცილოთაც არ ყოფნის, იმიტომ რომ როდესაც სპორტში ვიყავი და ნამდვილად არაფერი არ მქონდა ის რომ რაღაცას გავეკრიტიკებინე, მაშინაც კი იყვნენ ესეთი ადამიანები და ბევრი რაღაც უშუალო სიტყვებით მომხსენებდა და რაღაც ანუ მოკლედ და ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარები მიდიოდა და მაშინაც ნუ არ იყო, მაგრამ დღეს მით უმეტეს როდესაც პოლიტიკაში ვარ, ეს ჩემი არჩევანი არის, ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამისთვისაც ზადვყავ რომ იქნებიან ესეთი ადამიანები, ვინც გაგვაკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ, მაგრამ ჩვენ თითოეულ შეტაკანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნამდვილად კარგ და ღირსეულ საქმეს ვაკეთებთ და ესეთი ადამიანები საბედნიეროდ ბევრი არ არის, არა დამიჯერე ძალიან ცოტანი არიან და არა უშავს ყველა ადამიანს გაიცემა პასუხი ჩვენი სწორი ამოღვაწეებიდან გამომდინარე და არას ყველაზე რომ ჩვენ ვიღაცას ფიზიკურად დაუპირისპირდებით რაღაცა გამორიცხული არის პირიქით ერთადერთი რაც არის ჩვენი არაძალადობას უბრალოდ მინდა თითოეულ ადამიანს თქვა რომ
ჩვენი მხრიდან ნამდვილად არავის მიმართ არ ყოფილა ის რა შეურაცხყოფა მიგვეყენებიან, არ რაღაც გავუკეთებია და ეს ადამიანები არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ მაინც მომიწევს ის თქვა რომ გაბოროტებულები არიან ესე ვთქვა ჩვენ ანუ ადამიანები ვართ რომელსაც ჩვენი შეხედულება გვაქვს, მათ თავის შეხედულება გვაქვს, ჩვენი შეხედულების გამო რატომ უნდა მოვაყენოთ შეურაცხყოფა, ჩვენ რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა და აქედან გამომდინარე რომ ყველაფერი სხვა შორის ყველაზე ცუდი მოსასმენია, როდესაც ვითომ დემოკრატიული სტანდარტების ქადაგებელი ხალხი აკეთებს ამ სიძულვილის პროპაგანდას და ეგ არის საოცრება. ხო, ანუ აი ხარ ეს ლევი მithumetes ყველა კარგად ვიცით თუ რა შეურაცხყოფებზე არიან გადასულები რა ის კადრულობები, მაგრამ ერთი ფაქტი არ არსებობს იმის რომ რომელიღაც ჩვენთაგანი ამდგარიყო და მივარნოდა და რაღაც ფიზიკურად რაღაც ეძალად ეს გამორიცხული არის ჩვენთან და მაქსიმალურად თავს ვიკავებთ და ჩვენ ანუ თამამად ვიტყვი იმას რომ მოდი ახლა არ დღევანდელი ეს ვთქვათ ჩვენი გადაცემა პოლიტიკას მოსვლა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არავის არ ვუვადებით სახლებში და მოდი რა უცნობინ შემოვარდება ჩვენ სახლებში, იმიტომ არავის არ ვიცით ამის უფლებას და ეს აი შენაჩვენე როგორ შეიძლება ძალიან პატარა ქვეყანას კონდეს ძალიან დიდი ძალა. რა რეკორდები ჩვენ დაამყარეთ, მე საკუთარ თავს ვამყარებდი უკვე. ეს იყო მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი დიდი ძალა შეიძლება კონდეს ძალიან პატარა ქვეყანას. ქართველებს ბევრი ამის მაგალითი ხარ და ნუ შეიძლება ბოლო პერიოდში შედეგები ჩანდა, მაგრამ სპორტის კუთხით ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს საქართველოს და დიდი მადლობა ყველა ჩვენს ქართულ სპორტსმენს ვაჟკაცს ბიჭებს, რომელიც ასახელებენ ჩვენ ქვეყანას და არა მარტო სპორტში, ზოგადად საქართველოს ამ ბოლო პერიოდში ყველა გაიცნობს და ყველა ხედავს თუ როგორი მაგარიერი ვარ და კარგი ხალხი ვარ. აი პირველი გირი თუ რა ქვია რა წაწიე ხო რამხელა იყო ყველაზე მსუბუქი რამხელა იყო პირველად დავწყების სპორტში შეიძლება ხო დავწყების სპორტსმენი მაქსიმალურად დაბალ კილოგრამებზე შესაძლებელია საერთოდ ეს იყოს ხისგან გამოთლილი სწორი ესე ვთქვათ რაღაცა ჯოხივით უხეშად ვთქვათ და ზუსტად იმაზე ისწავლოს სპორტსმენმა ტექნიკა და ჩემთვის პირველი იყო 8 კილოიანი ესე ვთქვათ შტანგის გრიფი რაზეც დავიწყე ვარჯიში და ბოლოს რაც შეჯიბრდა დავაფიქსირე 267 კილოგრამი იყო აკროს ჭიჭი, ატაცი ჭიჭი 225 კილოგრამი. ყველაზე დიდი ტრავმა რა იყო, რაც მიგიღია ფიზიკურად? რომ აი ვერ მოძრაობდი მაგალითად. კი, არ ეგეთ მომენტები ბევრი მქონია. მახსოვს 500 კილოგრამი ქონდა დაგეგმილი მე და ჩვენს თავარსოს გიორგი ასანიძეს, ეს იყო ჩემი თავარი სრული, რაც ვერ მოვიყვანეს სრულეში და ყველაზე მეტად აი ამაზე წყდება და აი დეპრესიაში ყოფილ ხარ ამ თქვათ ასეთი. კუნთი გავიწყვიტე შემდეგ რა ერთ ვარჯიში გავიწყვიტე კუნთი, ზუსტად ამ ევროპის ჩემპიონატის რა ადგილას და ფეხის კუნთი, ფეხზე გავიწყვიტე კუნთი და აი ამ ტრავმის შემდეგ ფაქტიურად უკვე ყველა შეჯიბრზე მიწევდა არა რეკორდების გაუჯოსება, არა უკვე თავარია შევინაჩვენე და პიტული და გამარჯვებული დავუბრუნე. ბევრჯერ ოპერაციას უთქვათ, მაგრამ არ გამიკეთებია, მომიწევია და სადღაც ბოლო 3-4 წელი ძალიან გამიჭირდა და ვიყავი ისე რომ ოპერაცია გამიკეთებია, მაგრამ არ გამიკეთებია. ცუდია რომ არ გაიკეთე თუ პირიქით კაროს სწორად. არ გიქენი რომ არ გავიკეთე დღევანდელი განმსახურება. ესე იგი რაღაცა გადაწყვეტილებები გაწყვეტილი ვარო ჩამევარდებოდა ბევრი შეჯიბრი და შესაძლებელია საერთოდ ფორმაცია აღამედგინა. ანუ რისკზეც მიდიოდი ბევრი. კი, როდესაც უკვე წელის სერიოზულ ტრავმას ეხება საქმე თვითონ ექივიდანაც მოვისმენე რომ ლაშავ თუ გაუძლებო გირჩევნია მოითმინო ვინაიდან რამდენი ხანის შეძლებო, იმიტომ რომ ფორმას ვეღარ აღიდგენო და ეს სიტყვები იყო ჩვენთვის ყველაფრის თქვენი რომ ამდენად მირჩევა და მომეთმინა და სადღაც 3-4 წელი უკვე გამაყურებლებზე ვიყავი ყოველ აი რა ქმნის ჩემპიონა. მე გიყურებდი პირდაპირ ეთერში, საოცრად მუშაობდი, აბსოლუტურად შენთვის იყავი კონცენტრირებული და რაზე ფიქრობ მაგ შეგიძლია მითხრა, აგერ არის და უნდა აწიო. ეხლა და მთელი სოფლიო გიყურებს, რას იზამ. ერთი პატარა წამის მიათედი და შეიძლება ყველაფერი ჩავარდეს, ხო ეგრეა? რამდენი კუნთი უნდა მოვიდეს წყობაში? საერთოდ ყველა კუნთი. ხო და ამას რა აკეთებს? ტვინი აკეთებს, მობილიზაცია. რა არის ისეთ ყველა სპორტსმენს და მათ შორის მეც რაც ამ გასაკვირი იყოს შეჯიბრის წინა დღეს მქონდა გაცდები, ცოტა ნერვიულობაც, მაგრამ ვიცოდი რომ შეჯიბრზე როდესაც გავდივარ, იქ ვიცი ზღვა გულშემატკივრები არიან, ოჯახის წევრებიც უყურებენ, ყველა უყურებს, მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ვიცი რომ ვარ მე, ჩვენი წვრთნელები და შტანგის გრიფი, რომელიც უნდა მივიდე და აუწიო. როდესაც სპორტსმენი გადის, ყველა კუნთი მუშაობს, ყველა კუნთი ჩართული არის, ელემენტარული აი ამ ხელა 1 სანტიმეტრით რო დააკლო ამოწევა სანამ გაიმართება სპორტსმენი, აი იმ მომენტში შეიძლება უკვე
სავალალო სიტუაციამდე მივიყვანოს და ვერ ჩათვალოთ წონა და ვიცოდი რომ ჩემი მწვრთნელები დარწმუნებული ვიყავი გიორგი ასაიძე, ავტოგრაფობიზე, ჩემი პირადი მწვრთნელი სწორ მისვლას გამაკეთებინებდნენ და ჩემი თავარი მიზანი და мотиваცია იყო ეს უნდა გავსულიყავი და ამეცია რა. წარმოგიდგენიათ რომ ამდენ გულშემატკივრებში ვარჩევ ორ ადამიანის ხმას, გიორგის და ავთოს ხმას. მაინც არ მიპასუხებ, ფიქრობ რა არის შენთვის ახალი მწვერვალი? ამ ეტაპზე მართლა ისე ვარ რომ ანუ სადაც ვარ მინდა იქ ვიყო ღირსეულად და არავის არ ქონდეს ჩემს გამოსაშვებით რომ ამან არაფერი არ გააკეთა. სადაც ვიქნები და როგორც ვიქნები მინდა რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემს საქართველოს. ეს არის თავარი მიზანი. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდი ესეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის.